საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით და უფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებულია ორი პირი. ბრალდებულებმა A.B. და B.B. 2023 წელს შეპესელ ლაგი კაპიტალის მეშვეობით გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. დღეს მდგომარეობით არც ერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა. ამასთან SSIP საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად გორის მუნიციპალიტეტში უნდა აშენებულიყო 1, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში 3 სკოლა. ამ შემთხვევაშიც არც ერთი სკოლა აშენებული არ არის. გამოცხადებული ტენდერების ხელშეკრულებების საერთო ღირებულება შეადგენდა 94 მილიონ 444,427 ლარს. სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების დაუფლების მიზნით ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად დაგეგმეს დარეგისტრირებულიყვნენ კვალიფიციური მიმწოდeblis რეესტრში ეგრეთ წოდებულ თეთრ სიაში, რომელიც მიმწოდებელს ანიჭებს უპირატესობას ისარგებლოს ავანსის მიღების გამარტივებული პროცედურებით. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ბრალდებულებმა ისარგებლეს აღნიშნული შეღავათებით. წარადგინეს მხოლოდ 50%-იანი საბანკო გარანტია, რა გზითაც თაღლითურად დაეუფლნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსად ჩარიცხული 11,218,380 ლარიდან 9,365,801 ლარს. თანხის უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით დაუფლებული თანხის ნაწილი 1,211,000 ლარი ფიქტიური დანიშნულებით გადარიცხეს ბრალდებულების სხვა კომპანიაზე, საიდანაც თანხები გადანაწილდა სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ პირებზე, რითაც მოახდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 194 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების, მათ შორის მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეების გამოვლენისა და საფინანსო ეკონომიკურ სფეროში სხვა დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციის მიზნით. მადლობა ყურადღებისთვის.